გამოშვების ბოლოს კულტურის ახალი ამბების შესახებ მოგიყვებით. ლოკარნოს 66-ე საერთაშორისო ფესტივალზე მიღწეული წარმატება ქართულ რეჟისორებს კულტურის მინისტრის მოადგილე მანანა ბერიკაშვილმა მიულოცა. ინდუსტრიულ სექციაში Open Door-ში რეჟისორებს ალექსანდრე კვატაშიძის, ნინო გოგუას და რუსუდან პირველის პროექტებმა გაიმარჯვეს. წელს ლოკარნოს ფესტივალმა ცნობილი ქართველი რეჟისორი ოთარ იოსელიანი კინემატოგრაფიის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის სპეციალური პრიზით დააჯილდოვა. ოთარ იოსელიანს მიულოცოთ ეს დიდი წარმატება და დიდი ჯილდო. მე ვფიქრობ, რომ არა მარტო ჩემი სახელით, არამედ მთელი სამინისტროს და მთელი საქართველოს სახელით შემიძლია და მაქვს უფლება, რომ მიულოცო მას. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ფესტივალი. 4 პრიზი ჩამოიტანა 3 ახალგაზრდამ და ეს არის პროექტები. სულ იყო 5 ქართული პროექტი, მაგრამ გამარჯვებული აღმოჩნდა 3 პროექტი. საერთოდ მინდა ვთქვა, რომ ლოკარნოს ფესტივალი წელს სწორედ ფოკუსირებული იყო კავკასიაზე, 12 პროექტი იყო წარდგენილი მთლიან კავკასიიდან. ეს ამჯერად არა მარტო ფესტივალი, არამედ აგრეთვე კინობაზრობა, კინოინდუსტრიის წარმომადგენლებისთვის, ამიტომაც საშუალება გეძლება ნახო ფაქტიურად ყველა, ვინც აქტიურად არის ჩართული ევროპაში კინოწარმოებაში.